ქართულმა Coca-Cola-მ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია საქართველოში გრანდიოზული ფინალი დაასრულა, მილიონზე მეტი დარეგისტრირებული გათამაშების ბილეთი, 5 მთავარი გამარჯვებული და პრიზები, რომელთა შორის სამოგზაურო ვაუჩერები, თანამედროვე ტექნიკა და სრულიად ახალი ელექტრომობილია. Როგორ დასრულდა? ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპრიზო კამპანია, რომელმაც FIFA-ს გლობალური პარტნიორები ერთ სივრცეში გააერთიანა და ათასობით მომხმარებელი მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაულის ნაწილად აქცია. ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. დიდი თავგადასავალი, დიდი გამარჯვება, მოულოდნელი ემოცია და შეგრძნება, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი იწყება. ხანდახან მხოლოდ ერთი ბოთლის გახსნით, თავსახურზე აღმოჩენილი უნიკალური კოდით. შემდეგ კი აპლიკაციაში დასკანერებით იწყება. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ Coca-Cola არ არის გაზიანის სასმელი, ეს არის ჩემი საზ, ეს არის მიდგომა, რომელსაც შეუძლია შესვალოს ადამიანის ცხოვრება და მიმართულება. ეს ამბავი კი ასე დაიწყო. 1 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თვენახევრის განმავლობაში Coca-Cola Bottlers Georgia's კამპანიამ მთელი ქვეყანა მოიცვა. კამპანიამ კი, რომლის მასშტაბებიც მუხრანის ველიდან საქართველოს ყველა წერტილში გავრცელდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის, მსოფლიო საფეხბურთო დღესასწაულის ნაწილი თავადაც გამხდარიყვნენ. ასე კამპანიამ სპორტის საზღვრებიც გაარღვია. FIFA-ს გლობალური პარტნიორები, McDonald's და Kia ერთ სივრცეში გააერთიანა და მისი წითელი ბოთლების ყვითელი თავსახურებიდან საფუძველი ნამდვილ ჩადოსნობებს ჩაუყარა. ამიტომ აკეთებთ გათამაშებას, რომ ვიღაცას ბედნიერება მოუტანოთ და ჩვენი ჯეროდეს და ჩვენ მათი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, როგორც ყოველთვის, სულ ვიქნებით საზოგადოებასთან ურთიერთობაში, სისტემატურად ვცემთ პატივს, იმიტომ რომ ჩვენ გზნობთ მათ უდიდეს პატივისცემას ჩვენი კომპანიის მიმართ, ჩვენი შეხედულებების მიმართ, ხარდაჭერას ვზნობ და აქედან გამომდინარე განუყოფელია Coca-Cola და საზოგადოების ერთმანეთისგან. ამ თვენახევრის განმავლობაში Coca-Cola Rewards Georgia's აპლიკაციაში გათამაშების მილიონზე მეტი ბილეთი დარეგისტრირდა. ასე შეიქმნა მასშტაბი. ასე გაერთიანდნენ ბრენდის ერთგული მომხმარებლები და ასე აღმოჩნდნენ ამ დღესასწაულის მონაწილეები. ეს ამბავი შემთხვევითი არ ყოფილა. ბრენდი, რომელიც თავისი არსებობისა და ისტორიის განმავლობაში მუდმივად ამტკიცებს, რომ მხოლოდ გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კი არა, არამედ ადამიანების ემოციებსა და კომფორტზე ორიენტირებული კომპანია, უკვე 10 წლეულებია, რაც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის განუყოფელი პარტნიორია. ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია. ხო და Coca-Cola-ს ნაკვალევის გარეშე არც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაუვლია. ძალიან გვიხარია სეტანტა სპორტში, რომ Coca-Cola და ჩვენ დავპარტნიორდით. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი ძალიან დიდი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი კომპანიები კლავაც გააგრძელებენ თანამშრომლობას. რაც ეხება ამ გათამაშებას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია უკვე საქართველოში იმართება, მიხარია, რომ ამჯერად პირადადაც ვიყავი ჩართული მე როგორც პროდიუსერი და ვიმედოვნებ, რომ სეტანტას მაყურებელი Coca-Cola-s მომხმარებელთან ერთად კიდევ შეხვდება ჩვენს ეთერში ასეთ მასშტაბურ და სასიამოვნო და კარგი ამბების მახარებელ გათამაშებას. ამ კამპანიამ Coca-Cola-s მომხმარებლებისთვის ისეთი პრიზები გააერთიანა, როგორც სამოგზაურო ვაუჩერები, Sony-ს ტელევიზორი და PlayStation 5, gaming კომპიუტერის კომპლექტი და ყველაზე მთავარი, Kia სრულიად ახალი ელექტრომობილია. ყველა პრიზი ერთი იდეით შეიქმნა. თითოეულს ადამიანების კომფორტზე უნდა ეზრუნა და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეეტანა. ეს არის ამ ბრენდის ხედვა. ასე მუშაობს მისი მიდგომები, მისი მიზნები და გეგმები, მისი მომხმარებლის ცხოვრების ხარისხზე რეალური გავლენა უნდა მოახდინოს. საქართველოს მრავალწლიანი ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა აკავშირებს Coca-Cola-სთან და ძალიან გვიხარია, რომ ისეთ საერთო ეროვნულ დღესასწაულს შევუერთდით, რასაც ქვია გულშემატკივრობა მსოფლიო ჩემპიონატის და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე Coca-Cola-სთან და FIFA-სთან ერთად ესეთი საოცარი გათამაშება შედგა და ჩვენ გავათამაშეთ Kia's EV6 ელექტრომობილი, რომელსაც ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილის ჯილდო აქვს მიღებული. საბა ჯანელიძე, რომელიც ამ კამპანიის მთავარი პრიზის,
Kia's უახლესი ელექტრომობილის მფლობელი გახდა, გათამაშების დაწყების დღიდანვე პროცესში მეგობრებთან ერთად ჩაერთო. Coca-Cola-ს წითელი ბოთლების ყველა თავსახურს აკროვებდნენ. ყვითელ თავსახურზე ამოსულ უნიკალურ კოდს კი აპლიკაციაში ასკანერებდნენ. თითქოს ამ პროცესშივე იცოდნენ, რომ სასმელი, რომელიც თავისი აქტივობებით მუდამ ჯადოსნობების შექმნას ცდილობს, მათი დღესასწაულის დაწყების წინაპირობაც გახდებოდა. თუმცა გამარჯვებას მაინც დიდი მოულოდნელობა, სიხარული და აღტაცება მოყვა. Emocია, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი, დაუჯერებელი, სასიხარულო, არ ვიცი რა. მოკლედ, ისე გაგვიხარდა, რომ ყველას პირველ ჯერზე ზარი არ შემოვიდა და მეორედ როცა დარეკეს და გავარდი და უპასუხე მთელი ეზოს მასშტაბით და გარეთაც დავრბოდი და თანყვიროდი და მოკლედ ყველა იქ ყოფი ვიყავით სასწაულ ემოციებში და გვიხაროდა ყველა ძალიან და დღემდე ამ მდგომარეობიდან ასე ვთქვათ ჯერ ბოლომდე არ ვარ გამოსული და ალბათ ვერც გამოვალ. ეს ამ ბრენდის ისტორიის კიდევ ერთი გამორჩეულად ნათელი ფურცელი იყო. უამრავი ემოციით, შეგრძნებით, ბედნიერებით და თავგადასავლით სავსე, რომელმაც Coca-Cola-ს გუნდიც და მისი მომხმარებლებიც კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ხანდახან ერთ ბოთლს და მის ერთ თავსახურს ნამდვილი დღესასწაულის შექმნა შეუძლია.